ისევ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. 1 აგვისტოდან სოფიკო დამაყურებელსაც მიმართა ძის ნაწარმზე გაჩნდება ეტიკეტი, მსგავსი და მაგვარი. რას ნიშნავს ეს? ამაზე ალბათ ჩვენი სტუმარი გვამბობს. სურსათის უნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი თენგიზ კალანდაძე. შემოვბრძანდით თუ შეიძლება. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით ბატონ თენგიზ. ძალიან ბევრი შეკითხვები გვაქვს. ძალიან საინტერესო თემაა, დაბრძანდით. მოგესალმებით. ანუ 1 აგვისტოდან უკვე კანონი ავალდებულებს მეწარმეს, რომ დააწეროს ძის პროდუქტზე მსგავსი, მაგვარი ან ნატურალური. ანუ შეიძლება მაწონი ავიღო და ეწეროს მაწნის მაგვარი? დიახ. ევროპა ასეთ განმარტებულობას არის თუ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. 1 აგვისტოდან შედის ეს ტექნიკური რეგლამენტი, მთავრობის დადგენილება გახლავთ და არა კანონი, თუმცა კანონის ძალა აქვს. ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის ნაწარმის შესახებ, რომელიც გაკეთდა სწორედ მომხმარებლისათვის, ეს ერთი მისი ძირითადი მიზანი და რა თქმა უნდა გაკეთდა კიდევ იმისათვის, რომ мотиваცია გაჩნდეს, რომ იყოს უფრო მეტი მერძეული ფერმები და ქართულ რძეზე. ანუ გვაქვს რესურსი, ამდენი ძროხა ყავს საქართველოში, აი ამდენი რძევა წარმოვოთ. სწორედ ამიტომ გაკეთდა ეს, რომ არა გვაქვს და ქართული რძის სულ რაღაც 20% აკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნას ჩვენი წარმოებებისა, ძირითადად ჩვენი რძის პროდუქტები იწარმოება შემოტანილი რძის ფრუნზე, მოგვიანებით მოგეხსენებათ. ამიტომ ეს мотиваციას უნდა გავაჩინოს, სწორედ რომ რადგან გაჩნდება ნედლ რძეზე მოთხოვნა, გაჩნდება რძეზე. მეტი დროხა, მეტი ფერმა და მეტი რძე უნდა გაჩნდეს საქართველოში. ესე იგი, ეს იქნება ქარხნულ წარმოებებზე მხოლოდ, ხო? თავიდან იქნება მხოლოდ ქარხნულ წარმოებებზე, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, გლეხური წარმოებები 2020 წლამდე არ კონტროლდება, ეს კანონის გახლავთ პარლამენტის გადაწყვეტილება და ეს ტექნიკური რეგლამენტი მომხმარებელს ეუბნება რას? რომ თუ აწერია კარაქი, მას პარალელურად არ შეიძლება ეწეროს სპრედი, როგორც დღეს არის ეს. ანუ კარაქი წვრილად აწერია და კარაქი დიდი არის. კარაქი და მარგარინი ერთად ვერ იქნება მოცემული პროდუქტი. დღეს ეს გარკვეული დარღვევა თუმცა მათ სტანდარტით ეს გამყარებული აქვს. ამიტომ გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს პროცესი შეთანხმებული იყო ეკონომიკის სამინისტროსთან, გამჭვირვალე იყო. აუცილებლად ძალიან გამჭვირვალე იყო ამ რეგლამენტის დაწერა. ფერმერებს ხვდებოდით, მეწარმეებს, თვითონ ამ სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასე შემდეგ. მომხმარებელს ეუბნება, რომ მომხმარებელმა რო არ იაროს ლუპით და არ იკითხოს ესწრული ასოები, თუ ეწერება არაჟანი, მას ეცოდინება, ეს არის ნამდვილი რძის პროდუქტი. და მასში რძის ცხიმისა და ცილის გარდა არ არის სხვა არაფერი შერეული, ანუ მცენარეული ცხიმი. პირობითად თქვენი აზრით 10 არაჟნიდან რამდენს ეწერება არაჟანი და რამდენს ეწერება მსგავსი? ეს პროდუქცია ბაზარზე დღესაც არსებობს, როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი იმპორტირებული. ადგილობრივი საწარმოები, ცნობილი ჩვენი ბრენდები, მათ აქვთ ძირითადად ორი ხაზი, ანუ აქვთ ნატურალური ხაზი, რომლებიც აწარმოებენ ასეთ პროდუქტს და ამ პროდუქტს დღეს შესაბამისი ფასი აქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასი არ გაიზრდება ამ პროდუქტზე. და ის შეინარჩუნოს იგივე ფასი. იმიტომ შეინარჩუნოს, რომ დღეს რა ფასიც აქვს, იქ არაფერი არ იცვლება, უბრალოდ სახელები დაერქმება ყველაფერს ერთად. ანუ ახალი ეს შესაბამისად ძვირი იქნება ალბათ, ხო? ნამდვილი აქვს ნამდვილ არაჟანს ფასი. რა ვიცი რომელია ნამდვილი, ვიცი? აწერია ზე ნამდვილი არაჟანი. მე ხო ვიცი რომელიც არის და მომხმარებელმა იცის დაუშვათ გარკვეულმა მომხმარებელმა დღეს რა ფასიც აქვს ნამდვილ არაჟანს დაუშვათ 1 კილა ღირს 3 ლარი, ის არ უნდა გაძვირდეს, ანუ ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა უბრალოდ. ანუ მომხმარებელი რომელიც ყიდულობს არაჟანს სცენარეული ცხიმი და მას გონია რომ არაჟანია, უკვე მას ეცოდინება რომ ეს არაჟანი კი არ ყოფილა, ეს ყოფილა არაჟის მსგავსი პროდუქტი დამზადებული სცენარეული ცხიმით. შესაბამისად იყიდის იაფად უფრო სურველი ამაზეც ალბათ. ანუ დიდი ასოებით წარწერა იქნება, მე უკვე ხედავ დახლზე არაჟნის მსგავსი დიდი და ძალიან მოკლე. რატო დავიწყე ის რომ ევროკავშირი ასეთ მიდგომებს არ იცნობს, იმიტომ რომ ევროკავშირში ასეთი პროდუქტი არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს, იმიტომ რომ იქ არის მსგავსი, ანუ არაჟანი მცენარეულ ცხიმზე დამზადებული ასეთი პროდუქცია იქ არ არსებობს. არ ჭირდებათ და რატომ? იქ არის რძის ჭარბი წარმოება და აქ ნატურალური რძის პროდუქტები. ჩვენთან და მესამე ქვეყნებში რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ასე შემდეგ ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში ესეთი მიდგომა არის. ამიტომ ჩვენ შევუშავებთ მეწარმეთა თხოვნითაც გარდამავალი მიდგომა, იმიტომ რომ კარგია რომ ჩვენ მომხმარებელზე ვზრუნავთ, მაგრამ მეწარმეც არ უნდა გავაკოტროთ თავის თავად. ჩვენ ინოვაცია ანუ საქართველოში. მეწარმეებმა მოითხოვეს და ჩვენ ანალოგია ავიღეთ მესამე ქვეყნებიდან, მივეცით გარკვეული გარდამავალი პერიოდი, ეს არის 1 წელი, რომ მომხმარებელი შეეჩვიოს. მაგალითად, ჩვენ თუ არაჟნის მსგავს მასას დღესვე დავაწერთ სიტყვაზე კრემპიურეს, ჩვენ ხო ვერ მივხვდებით რა პროდუქტი. ან ჯერ უნდა შევეჩვიოთ, რომ არაჟნის მსგავსი მასა არის კრემპიურე და 1 წლის შემდეგ გვეცოდინება, რომ კრემპიურე ეწერება მარტო და გვეცოდინება, რომ ეს არაჟანია, ოღონდ მცენარეულ ცხიმზე დამზადებული. ანუ 1 წლის განმავლობაში ანუ კამპანია უნდა ჩატარდეს წელი, რომ მე როგორ ეს კამპანია უკვე დღევანდელი დღეებში ჩვენ ამ კამპანიას ვატარებთ, ჩვენ ვიდეო როლიკს ვამზადებთ, ამას გავუშვებთ და ვეტყვით მომხმარებელს
ზუსტად რომ აი ნამდვილი არაჟანი, აი არაჟის მსგავსი და მერე მას დაერქმევა რაღაც სხვა სახელი, კრემ ბრულე თუ კრემ პიურე თუ ასე შემდეგ. ბატონო, იცით რა, ძალიან მოქმედებს, ხა სარეკლამო კანონები ეს ყველა ვიცით, არაჟანი, აი იგივე თქვენ კარაქი რაც ახსენეთ, აწერია კარაქი და აწერია სპრედი წვრილად. როგორ იქნება ეს ეტიკეტი? აღარ პირდაპირ დიდი ასოებით ეწერება არაჟნის მსგავსი და მეტი არაფერი, რომ აი შევხედე სათვალე არ მიკეთია და შევხედე და გავიგო რა არის. ძალიან მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ყველაზე გაუთვითცნობიერებელი მომხმარებელისთვის ეს არის ხელმისაწვდომი. ადვილად გასარჩევი, ანუ თუ აწერია არაჟანი და თავშივე ყველაზე დიდი გასარჩევი, ანუ გავარჩიოთ ერთმანეთსაგან არის ორი ტერმინი. რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტი. ეს ასია ყველგან, ანუ რუსულადაც ეს ჟღერს სტანდარტებით მალაკა საჯირჟაში პროდუქტი, ანუ შეიცავს რძეს. ეს ორი ძირითადი განმასხვავებელია და გვეუბნება, რომ რძის ნაწარმი არის ნამდვილი პროდუქტი, არაჟანი, კარაქი, ხაჭო, მაწონი, ხოლო რძის შემცველი პროდუქტებია არაჟნის მსგავსი პროდუქტი, მცენარეული ცხიმით, ხაჭოს მსგავსი პროდუქტი, მცენარეული ცხიმით. ხო მარტივად გაარჩევს. ორი ძალიან დიდი პლუსი აქვს ამას. ერთი ის, რომ ნამდვილ არაჟანს ან მაწონს ან რაღაცას მივიღეთ და მეორე ის, რომ გლეხი, რომელსაც აქვს ეს პროდუქცია, უფრო მეტს კიდე მეტ ძროხას შეიძენს, მეტ ჩააბარებს და წახალისება ეს ოფიციალური. გლეხისთვის არის წახალისება, მაგრამ საწარმოები, რომელიც დღეს უკვე არსებობენ. ისინი მზად არიან ეტიკეტების რაოდენობა კონკრეტული დაბეჭდილი აქვთ უკვე რომ 1 აგვისტომდე რაღა დარჩა ფაქტობრივად. ამაზე ძალიან ინტენსიური შეხვედრები ჰქონდა ჩვენ პირადად არაერთხელ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში და ეკონომიკურ საბჭოზე. ყველა დონეზე არის ეს საკითხი განხილული, ისინი ემზადებიან ამისათვის, ჩვენ ეს გადავწიეთ კიდევ, ანუ მანამდე უნდა ამოქმედებულიყო და 1 აგვისტომდე გადმოვწიეთ და ეს საერთოდ ჩვენ საიტებზე, სამინისტროს საიტებზე 2 წელიწადნახევარი ათვირთულია და მიდის ამაზე საუბარი. მე წარმოვიდგინე თან გვაქვს ინტენსიური შეხვედრები და მათ ეს იციან და ემზადებიან ამისთვის. ძალიან კარგი სიახლე გველის პირველი. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ მითხრათ, აი რამდენ პროდუქტს ეხება ეს რძის პროდუქტებს და კიდე სხვა პროდუქტებს თუ შეგიძლიათ. მხოლოდ ეს რძის პროდუქტებზეა საუბარი, ტექნიკურ რეგლამენტს ქვია სათაური, ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის ნაწარმის შესახებ. რძისა და რძის ნაწარმის, იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ დღეს რძეც კი იყიდება მცენარეული ცხიმით. ანუ ის რძე არ არის. არათუ რძის პროდუქტებზე არ არის საუბარი. ანუ ნაყინსაც დაეწერება ნაყინის მსგავსი. არა, ნაყინი არ ითვლება რძის პროდუქტად, ნაყინი ითვლება საკონდიტრო ნაწარმად. ამიტომ ბაზაზე ხომ მზადდება? შეიძლება დამზადდეს, შეიძლება სხვა ხილის ბაზაზე. მაშინ ჩამოგითვალეთ რა არის ეს რძის პროდუქტი. ეს არის დაახლოებით 130-მდე სხვადასხვა დასახელების ტერმინის დეფინიცია არის მოცემული 130-მდე. დიახ, ტერმინის დეფინიცია ეს არის პირველი რა თქმა უნდა რძე, მერე განმარტებულია რა არის პასტერიზებული რძე, სტერილიზებული ზე, სასმელი რძე და ასე შემდეგ. როგორც არის სხვა ტექნიკურ რეგლამენტებში. მათ შორის რა თქმა უნდა, კარაქი რა არის მარგარინი რა არის, სპრედი, ხაჭო, არაჟანი, კეფირი, შედედებული რძე, მაწონი და ასე შემდეგ. თუ კი რამე გაგვიგია და ყუმის მისვლამდე ყველაფერი. ბატონო, ეხლა იცით რა, ძალიან ბევრი პროდუქტია ესეთი, რომლის ხარისხიანობაშიც ეჭვი გვეპარება ზოგჯერ. სასურველია რომ ეს ასე არ იყოს. არის ყველი მაგალითად ერთ-ერთი ესეთი პროდუქტი. შეეხება ყველს ეს დაეწერება ნამდვილი ყველი თუ ყველის მსგავსი? არა, ყველი არის ყველი. ყველის მსგავსის დაეწერება იმ შემთხვევაში თუ ეს ყველი დამზადება მცენარეული ცხიმით. ასეთი შემთხვევებიც არის, ანუ ყველი მზადდება რძის ფხვნილით, შემდეგ ემატება კაზეინი, ემატება ეს სპეციალური ცილა და ემატება მცენარეული ცხიმი. კარგი, და ეს ქართულ პროდუქციას რა შეეხება? ბაზარზე დღეს არა მარტო ქართული, არამედ ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის პროდუქცია იყიდება. მათაც უნდა შეეცვალოს ეტიკეტი, თუ ისინი განაგრძობენ ასევე მოწოდებას, როგორც გვაწოდებდნენ დღემდე. იქ უკვე ასია გაკეთებული, ამის მიხედვით არის. ანუ დღეს მე მაღაზიაში რომ შევიდე, წარწერას ვნახავ თქვა არაქართულ. რა თქმა უნდა, გეტყვით ანალოგიებზე თქვენ დააკვირდით. მაგალითად, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც არის შემოსული ევროკავშირიდან, მასზე ყველაფერი სწორად აწერია. მასზე არ აწერია. სწორად აწერია ადამიანური გაგებით, ანუ ევროპული კანონებით, რომ შემცველი და ასე შემდეგ არაფერი. თუ აწერია მაგალითად sour cream ეს არის არაჟანი, ცალსახად, ან cottage cheese ეს არის ცალსახად. მაგრამ მესამე ქვეყნებიდან თუ შემოდის პროდუქცია, მას თუ აწერია მაგალითად დააკვირდით პროდუქტს იოგურტი. ნამდვილი იოგურტია, მაგრამ ზოგს აწერია იოგურტერ. ეს არ არის ნამდვილი იოგურტი, მცენარეული ცხიმით არის. ზოგს აწერია თვაროგ, ზოგს აწერია თვარაჟოგ. ანუ ეს დღეს იქ დარეგულირებულია უკვე და ჩვენ ვეწევით ახლა რომ ჩვენც იგივე რეგულაცია გავაკეთოთ. ხაჭუნია დაერქმევა ჩვენთან. ხო, ხაჭუნია, აი ეს მინდა განმარტო მეწარმეებისთვის რომ ხაჭუნია და არაჟნუკა ვერ დაერქმევა, იმიტომ რომ ჩვენ მკვეთრად განსაზღვრეთ რა დაერქმევა, მომხმარებელი რომ არ დაიძმეს.
არაჟანი თუ არის არაჟანი, ორი სიტყვა შეიძლება სხვანაირად დაერქვას. ეს არის არაჟნის მსგავსი პროდუქტი ან არაჟნისებრი. სხვანაირი დარქმევა არ შეიძლება. იმიტომ რომ ძალიან არავიდროა პროდუქტების არჩევას. ან არაჟნის მსგავსი ან არაჟნისებრი, მეტი ეს მაგვარი არ შეიძლება თქვენ რო თქვით თავიდან. ან მსგავსი ან ბოლოს არტი ebri. ბევრი რეკლამა დაჭირდება ამას, ერთი რგოლის მაგერ ბევრის დამზადება მოგიწევთ ბატონთენის, იმიტომ რომ გავერკვეთ რა ხდება და როგორ არის, რომ ახალია ძალიან დახზე რომ შედივა მაღაზიაში და ვხედავ არაჟნისებრი, მაწვნისებრი, მართლა ძალიან მომწონს და ვიმედოვნებ რომ იმედია ფაში ჯანმრთელობა არ იქნება. არ შეიძლება მარტო თალკი გამოყოფ ინფორმაციისთვის მაწვნის საკუპე ორმაგი დაცულობა, მაწვენი დარეგისტრირდა ევროკავშირში როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, აპელაციო. ეს ევროკავშირმა აღიარა და ამაზე თალკი მუშაობ ჩვენო როგორ მოვახდინოთ მისი ეტიკეტირება, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რომ ეს არის განსაკუთრებულად დაცული და ქართული პროდუქტი. დიახ. იცით რა ბატონთენის ძალიან გვაწუხებს ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტების სიჭარბე და ამასთან დაკავშირებით რამე რეგულაციები თუ გაქვთ? არის უკვე რეგულაციები არის, პარლამენტმა ახალი კანონების მიიღო, ჩვენ ძველი ეტიკეტის წესის. დააწერეთ დიდი ასოებით იმასაც ხო, გენმოდიფიცირებული. მე მინდა მაყურებლისთვის და მეწარმეებისთვის თქვა, რომ რაღაც აჟიოტაჟია ატეხილი ამ ბოლო დროს და ჩვენ ამას ვამოწვევთ ლაბორატორიულად უკვე ერთ წელიწადზე მეტია. ანუ ეტიკეტის წესი მოითხოვდა, რომ ეს წარწერა ყოფილიყო და შეცდომაში არის შეყვანილი ზოგიერთი მეწარმე, მაღაზიები არიბარებენ რაღაც პროდუქტს საწარმოებიდან, თუ არ ეწერება გემეო, რომ არ არის გენმოდიფიცირებული. ვალდებულება კანონით განსაზღვრულია, რომ თუ არის პროდუქცია გენმოდიფიცირებული, მაშინ უნდა ეწეროს გემე, მაგრამ თუ არ არის, ამის ვალდებულება არაფერი არ უნდა ეწეროს. კანონიკო ვალდებულებს ჩვენ არ შეგვიძლია რომ შემოვიტანოთ გენმოდიფიცირებული პროდუქცია. ცოცხალ ორგანიზმზეა საუბარი. მე სურსაძევს საუბარ. ეს უკვე ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, ცოცხალ ეს არის გარემოსდაცვის კომპეტენცია. ძალიან კარგი, იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჯანმრთელობაზე აისახება ეს მსგავსი მაგვარი მე გეტყვით შედეგებს ლაბორატორიული კვლევის დაახლოებით ამ 2 წლის განმავლობაში 50-მდე სხვადასხვა ნიმუში გვაქვს აღებული. ეს არის ძირითადად მარცვლეული კულტურები, რომელიც რეკომენდაციას ევროკავშირმა გააგვიწია. ერთი შედეგის კი არა გვაქვს, რომ გემეო აღმოჩნდა. ანუ ვერ ვიპოვეთ, ლაბორატორია არის კერძო დამოუკიდებელი აკრედიტებული ლაბორატორია. კვლევების შედეგად არ ფიქსირდება, რომ პროდუქცია არის გემეო. სურსაძე მაქვს საუბარი. ანუ მშვიდად მივირთვათ, არ არის საშიში ეს, იმიტომ რომ პანიკა და ის ახალი კანონი არეგულირებს თუ შემოვა ცოცხალი ორგანიზმი, რომ არ დაითესოს ის ღია გარემოში, ამას ქვია ღია გარემოში ინტროდუქცია, ის იყოს სრულად კონტროლებადი ბოლომდე დახურულ სივრცეში სამეცნიერო კვლევებისათვის და ასე შემდეგ. ხორცს პროდუქტებზე როდის გადავალთ მიმსგავსებაზე? და კიდე სხვა რამე პროდუქტებზე ცნობიერება რეგულაცია. ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ზეხოვალი კარდონისგან, პარკისგან მე მაპატიეთ, მე უბრალოდ რაც ამობენ იმას ვიძახით. კარდონი უფრო ძვირი ხს ახლა. ვიდრე ხორცი? გადავალთ ოდესმე ამაზე. უმრობით რა თქმა უნდა, ეს გადასულია დღეს, ეს რეგულირდება ეტიკეტის წესით, ანუ ზეხვის მსგავსი არ უნდა დაეწეროს, შემადგენლობა. გასაგებია, მაგრამ შემადგენლობაში აღნიშნულია, რომ შეიცავს სახამებელს, სოიუს, ფქვილს და ასე შემდეგ. და თუ არცერთ არ აწერია, რომ მარტო ხორცია? მაშინ ეს ეტიკეტის დარღვევაა და ამაზე ჩვენ სანქციები გვაქვს გათვალისწინებული. აი რა სანქცია მაგალითად მე ვარ. ეტიკეტის დარღვევაზე არის ჯარიმა 500 ლარიანი მოცემული პარტიის სამოღება და განადგურება. მეორეჯერ თუ გამომიჭირეთ? მეორეჯერაც ეს ყოველდღე შემიძლია იგივე გავაკეთო. ანუ ინსპექტირება ხდება ყოველდღიურად? ყოველდღიურად მარტო ძევზე ვერ ხდება ეს. არა, ზოგადად თქვა 1 აგვისტოდან ნებისმიერი მაღაზია გაკონტროლდება. ხო, აი ძალიან საინტერესო შეკითხვაა ეს ამ რძესთან დაკავშირებით. კი, დაუბრუნდი ის. თუ მოგვაწვა მაგალითად არაკეთილ სინდისებრა მეწარმემ და დააწერა არაჟანი მცენარეული წვიმიან პროდუქცია. ჩვენ ამის ბერკეტი გაგვაჩნია, რომ არსებობს რამდენიმე ლაბორატორია, რომელთაც აქვთ ამის შესაძლებლობა ჩაატარონ ანალიზი. ჩვენ რა თქმა უნდა შერჩევით და ინტენსიურად თავიდან დავიწყებთ ნიმუშების აღებას და შესაბამისობის შეფასებას წარწერასა და შიგთავსთან დაკავშირებით. და იქნება ალბათ დიდი ჯარიმებიც. ჯარიმა არის ეს დიდძად ჯარიმაზე არა, იმდენად რომ წარმოიდგინეთ თანხა 500 ლარი იქნება თუ 5000 ეს მეწარმისათვის, რომელსაც რაღაც 150 მილიონიანი ბრუნვა აქვს წელიწადში. ხო, მაგრამ პროდუქციის განადგურება? პროდუქციის განადგურება, ეს ერთი, ჯარიმა ეტიკეტზე, შემდეგ შესვლა ინსპექტირები და უკვე დოკუმენტური შემოწმება მთლიანად რატო ახდენს ფალსიფიკაციას და საინფორმაციო დარტყმა რა თქმა უნდა. მომხმარებელს ვეთქვით, რომ არაკეთილ სინდისიერი მეწარმეა და ეს არ შეიძლება. ყველაზე დიდი სასჯელი არის, ვიდრე 500 ლარი ერთჯერადი გადასახადი. ცით რა ბატონი, აქ რო ხართ ვისარგებლებ შემთხვევით, ბევრი შეკითხვები მაგ და არ მინდა რომ ესე გაგიშვათ კიდე გვაქვს რომ ბოსტნეულზე და ხილზე თუ არის რამე რეგულაციები დაგეგმილი მომავალში დაუშვათ შემოწმების მხრივ. ბოსტნეულზე და ხილის შემოწმება მიმდინარეობს თქვენს ეთერში წინა გადაცემაში ჩვენ ნიტრატები შევამოწმეთ გახსოვთ, განსაკუთრებული რეგულირება ამას არ ჭირდება, ჩვენ გვაქვს შედარებით ძველი სანიტარული წესები და ნორმები, სადაც ის ნორმატივებია გაწერილი, ფიზიკო-ქიმიური პარამეტრები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს, რა თქმა
უნდა ჩვენ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ევროპულ რეგულაციებს და გადასვლას რაც შეეხება ჩვენ 2 დღის წინ მქონდა ბრიუსელთან ტელეხიდი ჩართვა ინტენსიური მოლაპარაკებები და თქვენ იცით ალბათ არსებობს დოკუმენტი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა მივიღოთ 400-მდე ევროპული რეგულაცია, რომელიც ყველაფერს შეეხება. ეს საუბარი არის სურსათის კუთხით, ანუ SPS ნაწილი, რასაც DCFTA ითვალისწინებს, სურსათის კუთხით, ეს ყველა ქვეყანამ 400 რეგულაცია სურსათის განხილვა. დიახ, ყველა ქვეყანამ გაიარა ეს, ვინც მიდის ევროპისკენ, ევროპული ოჯახისკენ და ჩვენს უნდა გავეეროთ ეს შესაბამისად. რა თქმა უნდა, ევროპაში მეტი გზა არ აქვს. დიახ, და ამის დასაწერად ჩვენ რა თქმა უნდა გვეხმარება თვითონ ევროკავშირი არის, ექსპერტები გამოყოფილი, ფინანსები გამოყოფილი, ჩამოდის დელეგაციები და გვასწავლიან ამას ყველაფერს. ძალიან კარგი მიხარია ფერმერების ახალისება, გაჩნდება მართლა უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი, სოფლის მეურნეობა. სტიმული გაჩნდება, ხო, თუ იბარებენ, რა თქმა უნდა, წარმოებაც იქნება და რასთავერე ძალიან კარგია, რომ ეს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კეთდება და ჩვენი კეთილდღეობის ჩვენი სამსახურის და ყველა კანონის ძირითადი დეფინიცია იწყება იმით, რომ მომხმარებლის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა ეს ჩვენი ძირითადი ფუნქცია გახლავთ და საკვები პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობას და ბავშვებზე განსაკუთრებით, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ უნდა ვიცოდეთ ბოდიში და რა ვჭამ და რა ვსვამთ ესე გეხურად რო ვთქვათ. ძალიან კარგი, ან 1 აგვისტოდან მართლა ძალიან მომწონს ეს, ალბათ რომ შევალ მაღაზიაში უკვე დამხვდება ამდაგვარი წარწერები სულ 2 კვირაში. რა რიცხვია დღეს? 15. ზუსტად 2 კვირაში მოკლედ დახლებზე გაჩნდება არაჟნის მსგავსი? ხაჭოს მსგავსი? არაჟნის მსგავსი პროდუქტი მცენარეული ცხიმით. ძალიან კარგი და გვექნება არჩევის საშუალება. გადავიხადოთ ოდნავ ძვირი და მივირთვათ ნატურალური არაჟანი თუ შედარებით ნაკლები და გავაგრძელოთ ისევ არაჟნის. ეს წინადადებას ვიტყვით, ის პროდუქტი მცენარეული ცხიმით რა თქმა უნდა უვნებელია, ეს თავსახად და მომხმარებელს ვეუბნებით, რომ ეს არის მარგარინი ჩვეულებრივ. სიმართლეს ვეუბნებით მომხმარებელს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამას უნდა შევეჩიოთ. ძალიან საინტერესო თემა იყო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საბატონო ეთერის კალენდარზე სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროს მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი. იმედია შედეგებზეც მოხვალთ და მოგვიყვებით შემდეგ. ნაკლები სანქცია იქნება და ნაკლები დაზარალებული მეწარმე. რეკლამის შემდეგ კი ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზს ჩატარდა ლიტერატურული პრემია მეცნიერების